საერთოდ ისტორიულად საქართველოს ისეთი სტრატეგიული გეოპოლიტიკური ადგილი უკავია, რაც საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა ჩვენი ქვეყნის აწიოკების მთავარი მიზეზი. რისი მთავარი, ესე ვთქვათ, საბაბიც ყოველთვის იყო, რომ საქართველოს ეჭირა აბრეშუმის გზა, რომელიც დამაკავშირებელი იყო ევროპასა და აზიას შორის. მაშინელ დროს, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ამით გადიოდნენ მნიშვნელოვანი სავაჭრო ქარავნები ჩვენ ტერიტორიაზე, მაგრამ დღეს, მეგობრებო, ეს ისტორიული რეალობა, რომელიც კარგ ახარია უკვე მივიწყებულია, დღეს ბრუნდება ანაკლის პორტის სახელით, რომელიც დღეს არსებული ქვეყანაში არსებული ყველანაირი პოლიტიკური დესტრუქცია, ეს რა ქვია, უცხოური აგენტურა, ეს უცხოეთი და დაფინანსებული ხალხი, ამერიკული ლობი, ევროპული ლობი, ჩინური ლობი, იმიტომ აქტიურობს საქართველოში და თვალს გვიხვევენ სხვადასხვანაირი საშუალებები, ეს იქნება რუსული კანონი, ეს იქნება ამერიკული კანონი, ეს იქნება მაგალითად გამჭირვალობა ის, რომ ანაკლის პორტი ჩაიგდონ ხელში. მეგობრებო, ანაკლის პორტი, რომლის მშენებლობაც ოფიციალურად დაიწყო, საქართველოსთვის წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს მთელს მსოფლიოში. მეგობრებო, დღეს მე ვაპირებ ამ დაპირებისამებრ ვაპირებ ამ პორტის შესახებ სასარგებლო და უარყოფით მხარეებზე საუბარს. ზოგადად პოლიტიკური, ესე ვთქვათ, ესტაბლიშმენტი და პოლიტიკური პროცესები შევაფასო ამის გარშემო და ვიმსჯელო თუ რა რისკებისა და პლუს ამ ყველაფერთან დამატებით რა სარგებელი შეუძლია მოუტანოს ამ პორტმა ჩვენს ბედკრულ საქართველოს. ასე რომ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია თუ გინდათ არხს დაეხმაროთ განვითარებაში, რა ინსტაგრამზეც გამოვყევით თუ გინდათ ლაივებს ვაწყობ ხოლმე და შეგიძლიათ მივყუროთ. ახლა კი გადავიდეთ ანაკლის პორტის შესახებ. ეხლა რა არის ანაკლის პორტი? მეგობრებო, ანაკლის პორტი ბათუმისა და ფოთის პორტისგან იმით განსხვავდება, რომ ბათუმისა და რა ქვია, ფოთის პორტი თუ მაგალითად წელიწადში საშუალოდ 4 მილიონამდე ტვირთბრუნვას ახდენს, ეგ ყველაზე მაქსიმუმს ვამბობ, ეხლა ანაკლის პორტმა, მარტო ანაკლის პორტმა 8 მილიონზე მეტი ტვირთბრუნვა საშუალოდ შეუძლია ყოველწლიურად შეასრულოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ყოველწლიურად ეს ღრმაწყლოვანი პორტი მოუტანს დაახლოებით 500-დან 600 მილიონამდე, ან უფრო მეტ წმინდა მოგებას. მაგრამ ამას გააჩნია საკუთარი პოზიტიური სხვა პოსტულატები და თეზისები, რაზედაც ვაპირებ საუბარს, მოდი დავიწყოთ. პირველ რიგში, საქართველოსთვის ეს კორიდორი, ეს დერეფანი, ეს პორტი წარმოადგენს ზე სახელმწიფოსგან, ამ შემთხვევაში ჩვენ თუ ავიღებთ რახან ანაკლის პორტი შენდება ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის ეგიდით, მაგრამ 51%, ანუ საკონტროლო ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს, ჩინეთისთვის საქართველოს უსაფრთხოება იქნება მთავარი ამოცანა, რაც საქართველოს ააცილებს ისეთ საფრთხეებს, როგორიც არის მაგალითად რუსული ოკუპაცია, როგორც არის ამერიკული და ევროპული ლობის ჩარევები ქვეყანაში, რადგანაც ეს ყველაფერი, ეს არგუმენტები იმით კიდევ უფრო მძიმდება, რომ დაახლოებით 1 კვირის წინ არაბთა გაერთიანებულმა ემირატებმა, კონკრეტულად ემაარმა, მსხვილმა საინვესტიციო კომპანიამ საქართველოში 6 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა. რაც იმას ავტომატურად ნიშნავს, რომ არაბები ტყუილად შენთან ფულს არ ჩადებენ, თუ მათ არ აქვს უსაფრთხოების გარანტია. და უსაფრთხოების გარანტიები, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მოდის რისიც ჩვენ გვინდა ღრმად გვჯეროდეს, რა თქმა უნდა, თუ ამას ჩვენ ახლა ვერ გადავამოწევთ, იმიტომ რომ ჩინეთი საერთოდ ახალი მოთამაშეა საქართველოში. თუ ჩინეთმა საკუთარ თავზე აიღო ის, რაც დაიწყო დაახლოებით 4 წლის წინ, როდესაც ევროკავშირის დაფინანსების ეგიდით გააკეთეს გზები, მაგისტრალები, გააფართოვეს გზები, ეს დამაკავშირებელი ხო, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის. ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ რუსულ-ჩინური კავშირი, რა შემთხვევაში ჩინეთს აქვს იმხელა გავლენა, რომ რუსეთს ესე როგორც მოუნდება საქართველოში არ შემოიჭრას და არ დაგბომბოს და არ გადაგხნას, ამ ყველაფერს ჩინეთი საკუთარი სავაჭრო და ეკონომიკური მიზნების გამო ამ ლოჯისტიკურ ჰაბს თავისი პოლიტიკური, ესე ვთქვათ, გავლენების საშუალებით მას დაიცავს. მეორე მნიშვნელოვანი პოსტულატი, მეგობრებო, რა არის? მსხვილი და საშუალო ბიზნესისა და ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში. ნახეთ, მე ხო გითხარით თქვენ, რომ ამ პორტს, ამ ღრმაწყლოვან პორტს ექნება დაახლოებით 500-დან 600 მილიონამდე წლიური სუფთა მოგება. ეს ყოველგვარი ეკონომიკური დივერსიფიკაციებისა და სხვა ეკონომიკური თეზისების მაკროეკონომიკის გარეშე შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ. რადგანაც აი მაგალითად ეხა, როდესაც პორტი აშენდება, მეგობრებო, მის გარშემო მოეწყობა ეს ინფრასტრუქტურული ლოჯისტიკური ჰაბი. რაც იმას ნიშნავს, რომ გაიხსნება სასტუმროები, ბანკები, აფთიაქები,
დასაქმდება უფრო მეტი ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო ბიზნესის ყველაფერი წაადგება და რაც ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი რასაც ჩვენ ყურადღება უნდა დავუთმოთ მეგობრებო, ის არის რომ ქვეყანა ამ რუსული მონოპოლიისგან განთავისუფლდება. რას ნიშნავს ახლა ეს ყველაფერი? ამას ქვია ეკონომიკური დივერსიფიკაცია. რომ ნაკლებად დამოკიდებული იქნება, ანუ რუსეთიდან ხო ყველაზე მეტი რამე შემოგვაქვს საქართველოში. შესაბამისად, ნაკლებად დამოკიდებულები ვხდებით რუსეთზე და უფრო მეტად ვიქნებით, აი სწორედ ამ მაგალითად თუნდაც რო ავიღოთ, აი ჩინეთიდან მოდის ტვირთი, რომელიც ევროკავშირში უნდა წავიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი კომპანია, ბევრი ქსელი საქართველოში მოახდენ საკუთარი ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის გამართვას, მაგალითად გაიხსნება რაღაც ახალი შეპესეები, რომელიც იმას ნიშნავს, რომ ტაობაუდან თუ რაღაცას იწერ, დაემატება კიდევ 100 გადამზიდი კომპანიები, რაც იმას ნიშნავს, რომ ნივთებიც და ნებისმიერი სამხმარებლო იქნება ეს თუ მსხვილი რაღაც საყოფაცხოვრებო, შეგიძლია გაცილებით უფრო იაფად და როდესაც ფლობ ხა ამ ხელა ბრეშუმის გზას, გაცილებით უფრო მეტად სწრაფად შეიძლება აღმოჩნდეს შენს ხელებში. ეს არის ეკონომიკური დივერსიფიკაცია, ანუ ნაკლებად ხდები დამოკიდებული ერთ სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში რუსეთზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პოზიტიურია. ეხლა მესამე კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი მეგობრებო, რაზედაც, ბოლო 40-50 წლის განმავლობაში საქართველოს გეოპოლიტიკური დღის წესრიგისთვის, რომელიც არის საძიძგენი ჩვეულებრივად ამერიკისა და რუსების ინტერესებისთვის, ჩვენ თუ ამ ყველაფერს განვიხილავთ იმ კუთხით, რომ ჩინეთის ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ არის სავაჭრო და ეკონომიკური, რადგანაც ჩინეთი არასდროს არ პლატაობს, არც მუსკულები და არც კუნთები და არც არავის არ ეჯიბრება, არც ხმელეთზე და არც იქ, ანუ არაფრით არ გავიწროებს და ამის ფაქტი უბრალოდ არ არსებობს, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინოთ ის მოცემულობა, რომ ამით მნიშვნელოვნად შემცირდება საქართველოში ისეთი არასამთავრობოების დაფინანსება, რომლებიც დღეს ახლა ქუჩაში დგანან, იმის გამო კი არა რომ ვიღაცასა გამჭირვალობის კანონი ადარდებს, ან ოჯახური ხელოვნების კანონი, ან LGBT, არა, ეს არის ტყუილი მეგობრებო, ეს არის ფარსი. ეს არის მეხუთე კოლონის მიერ ამოქმედებული გეგმა საქართველოს დაქცევისა და განადგურების, რომელიც ბოლო 6 თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობს, მაგრამ საბედნიეროდ შედეგი ვერ გამოიღო. ეს არის რომ როგორც მაიკ პომპეომ განაცხადა, რომელიც იყო ამერიკის ერთ-ერთი უმაღლესი პირი, რომ თურმე ანაკლის სპორტი უნდა აშენდეს ჩინეთის გავლენების გარეშე და ეს უნდა იყოს ამერიკული ლობის დაქვემდებარების ქვეშ. რატო? იმიტომ რომ ამ პორტზე მიდის ნადირობა. თუ ჩინეთი აქ გამართავს საკუთარი კონსორციუმით ამ ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც იქნება ახალი აბრეშუმის გზა და ჩინეთიდან წამოსული პროდუქცია შევა ევროკავშირში და გაიყიდება, რაც სარგებელ ჩინეთსაც და საქართველოსაც აძლევს, ამერიკას ეს არ აწყობს, იმიტომ რომ აგებს გეოპოლიტიკურ ჯახში და რიმლენდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, ანუ განაპირა რუსეთთან მოსაზღვრე საქართველოს პოლიტიკურად თმობს. შესაბამისად, ბოლო 6 თვის განმავლობაში აგენტურა მუშაობს იმაზე, რომ რამენაირად მოხერხებულიყო, რომ საქართველოში ომი დაწყებულიყო, იმისათვის, რომ ეს პროექტი შეჩერებულიყო, საქართველოში უბედურებები წარმოშობილიყო და ბუნებრივია შემდგომ, როდესაც ეგრეთ წოდებული ამერიკელები და რუსები და ევროპელები აქ დაალაგებდნენ, მე საკუთარი გავლენის სფეროები თვითონ გადაინაწილებინათ. მაგრამ რახან საქართველო ამ წუთას ძალიან მაგრად დგას ფეხზე ჩვენი სახელმწიფო და ეს კავშირები, ხო, აქედან გამომდინარე ეს კოვზი ნაცარში უკვე მათ ჩაუვარდათ. შესაბამისად, ახლა ადამიანები, რომლებიც გამოდიან და აკრიტიკებენ ანაკლის სპორტს, მე საერთოდ არ მესმის მათი საერთოდ ეკონომიკური მსოფლმხედველობა როგორია. ნახეთ ახლა უბრალოდ ირანი ჩვენი მეზობელია, ნუ აქვეა, ეს წარმოვიდგინო, ძალიან ახლოა, აზერბაიჯანი ჩვენი მეზობელია, რუსეთი ჩვენი მეზობელია, ინდოეთი არის მნიშვნელოვანი სავაჭრო მოკავშირე და პირდაპირ ბრიქსის წევრი, რომელიც არის ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი. ანუ როგორ უნდა წარმოვიდგინოთ, ჩვენ თუ ჩვენ მეზობლებთან და ამ არეალში გეოპოლიტიკურში არ გამოვნახეთ კარგი საშუალებები და არ განვაახლეთ ურთიერთობები და არ გადავიყვანეთ ახალ სიმაღლეზე ეს სავაჭრო კავშირები, ანუ არაერთხელ მაქვს ამ თემაზე საუბარი, ანუ ვის რა შეჭირდება შენი ღვინო მაგალითად ევროპაში, როდესაც საფრანგეთს იმდენი ღვინო აქვს, რომ თავზე გადასდის. ამიტომ მე არ მესმის იმ ხალხის, რომელიც ევროკავშირს გაყვერიან ამდენი ხნის განმავლობაში, ევროკავშირი, ამერიკა, კაცო, ამერიკა თავის აღებული ძალიან კარგია, მაგრამ ამერიკა მიხედოს თავის თავს. ჩვენ ახლა რაც გვინდა, ეს არის ეკონომიკური და პოლიტიკური სუვერენიტეტი, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ და ამის მთავარი გარანტია არის სწორედ ანაკლის სპორტი. რადგან ანაკლის სპორტი საკუთარი, ესე თქვა, შინაარსიდან გამომდინარე, საკუთარი ჰაბიდან გამომდინარე, წარმოადგენს ძალიან დიდ მოგებას საქართველოს სახელმწიფოსთვის და პლუს დამატებული უსაფრთხოება.
იმიტომ რომ საქართველო არ არის მაგალითად ბირთვული სახელმწიფო, საქართველო არ არის მილიტარისტული სახელმწიფო, საქართველო არ არის ნეიტრალური სახელმწიფო, რომ მაგალითად მას ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ეკონომიკური დამოუკიდებლობა ან თუნდაც პოლიტიკური ნეიტრალიტეტი გამოაცხადეს. ეს არის აბსურდი. შესაბამისად, მეგობრებო, ანაკლის სპორტი, ახლა მე შემდეგ ვიდეოს თქვენ განახებთ ჩინეთი როგორია რა. მე მინდა იცოდე ზოგადად, ახლა ჩინეთუმე კი არ ვარ, ახლა არ მომაწეროთ, რომ ახლა ჩინეთი ამომდის ზედამთვარე კაცო, რა თქმა უნდა, ისეც იმპერია, ამასაც საკუთარი ინტერესები აქვს. ჩვენ იმიტომ გვმართ ეს პრაგმატული მიდგომა, რომ შევადაროთ რუსეთი, ამერიკა და ჩინეთი და რა არის მათი ინტერესები, ვინ უფრო გეხმარება, რა არის პოლიტიკური პრაქტიკა, რა არის გამოცდილება. ჩინეთი არის ჩვენი პარტნიორი. 2018 წელიდან. აგერ უიზომი მოსვლა გვაქვს უკვე ჩინეთში, ძალიან დიდი ისენი, რა ქვია, პროდუქცია შემოდის ჩინეთიდან. აგერ ძმაო ChatGPT DeepSeek-მა ჩაანაცვლა, რომელიც 20-ში უფრო იაფა დაამზადა ჩინურმა AI-ს. ანუ ხო უნდა დაუფიქრდეთ, რომ ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ყველაზე მეტად რაც ჩვენ ქვეყანას ახლა სასიცოცხლოდ ჭირდება, ეს არის რომ ჩვენ მოვიპოვოთ აი ამ ძიმე პოლიტიკურ სურათში, რაც სოფლიოში ხდება. დამოუკიდებლობის ილუზია მაინც და დამოუკიდებლობის ილუზიას ანაკლის სპორტი ქმნის. თან ისეც რომ აი დამიჯერეთ გატრაკებით ბევრი ვეღარ გაგიტრაკებს, იმიტომ რომ ბევრი რამე იქნება დამოუკიდებელი ანაკლის სპორტზე. აი მაგალითად მინდა მარტივი პოლიტიკური ნომენკლატურა და ის ისტორიული შედარება მოვიყვანო. ეხლა ომამდე 2022 წელს თებერვლამდე რუსეთ-უკრაინის სანამ დაიწყებოდა და ეს მაგისტრალი გადაიკეტებოდა, აგერ დღეს უკვე ჩაკეტილია მათ შორის ეს ბუნებრივი აირის მიწოდებაც, იმიტომ რომ რუსეთმა-უკრაინამ პრაქტიკულად ანუ ეს ევრაზიული დერეფანი ჩაკეტა, ანუ თუ ადრე სახმელეთო და სარკინიგზო მაგისტრალური გადაადგილებები ხდებოდა, მაგალითად ჩინეთი, რუსეთი, მე უკრაინა და მე შედიოდა ევროპაში, აღარ არსებობს, მე 1500 კილომეტრიანი ფრონტია და რავი, დედა აღარ აყავს უკრაინას, ხო, აგერ ზელენსკი იხვეწება ისე დღეში არის, ხო? ეხლა ეს რო ჩაიკეტა ავტომატურად წარმოიშვა უკვე მეორე საკითხი. ეს არის ანაკლის სპორტი. და მესამე აი აქამდე რაც მოხდა, ეხლა სირიელმა თურქებისგან მხარდაჭერილმა იმათმა, რა ქვია, ტერორისტებმა რო სირიაში ჩაიგდეს დამასკო და ასადი ქვეყანა გააგდეს, ხო მანდაც რა ინტერესია, მანდ უნდა გავიდეს რკინიგზა, რომელსაც გააკონტროლებენ თურქები. ანუ ნახეთ რა გეოპოლიტიკური ომი მიდის და ეხლა ჩვენ რაღაც ილუზიებში ვცხოვრობთ, აი ანტი-LGBT ვიღაც ადარდებს, იქ ვიღაცა ოჯახური ღირებულებები ადარდებს, ეხლა ევროკავშირი. არა, ეს არის ბლეფი. ანუ ამით გზავნიან საინფორმაციო, ხო ვისაც პოლიტიკა არის, მის ძალიან მარტივია მათი გაბრიყვება რა, ემოციურ იმებს, ნარატივებს უგდებ. აი დემოკრატიას გართმევენ, აი მე ხალების უფლებები ირღვევა, აი მე ის ირღვევა. ეს არის ყველგან კაცო, ეს ამერიკული ხელწერაა პირდაპირ მომო. რეჟიმების სვლა და გამოგონილი მტრის ხატი შეკრება, ეს არის ამერიკული ხელწერა პირდაპირ. აგერ USAID ილონ მასკმა და ტრამპმა დაკეტეს, დახურეს. USAID, რომელიც იყო ყველაზე დიდი არასამთავრობო აი ამ უბედურებს ვინც აფინანსებდა, ამერიკაში გამოაცხადეს კრიმინალური ორგანიზაციად ხალხო და კიდე მე ვარ პრორუსი. და კიდე ჩვენ გვეძახდნენ აქამდე პრორუსები რა შუაშია პრორუსობა. არ შეიძლება ამერიკაში კაიც იყვნენ და ცუდებიც იყვნენ, მაგრამ ამ ლიბერალებს ხომაგდნენ ტვინი არ აქვთ რომ ეს ყველაფერი განსაზღვრონ. შესაბამისად, მეგობრებო, ნახეთ ჩვენ აი პოლიტიკური წნეხისგან რო გამთავისუფლდებით და მოღალატეებს ამოვალპობთ ციხეში, რომელიც აუცილებელია საქართველოსთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი გენოფონდი და ჩვენი სუვერენიტეტი მომულთ. აი გამოჩნდება უკვე და ძალიან კარგი 2029 წელს აგერ პირველ გემს მიიღებს ანაკლის სპორტი. ბელგიური კომპანია ეხა შესული, შეყვანილი აქვს უკვე ეს ტალღმჭრელები, ეს თითქმის ინფრასტრუქტურა, იმიტომ რომ უნდა გააღრმავონ უფრო, იქ ინფრასტრუქტურა, გარშემო და ლოჯისტიკური ჰაბები შექმნან, ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ეს იქნება მეგობრებო, თან ეხა ეს კომპანია, რომელიც მე ვიცი ბელგიური, რომელიც იმაში ანაკლიაში იმუშავებს, მას აქვს მონაწილეობა მიღებული სუეცის არხის გაფართოების იმაში, რა ქვია, ტენდერში და მოგებული აქვს და ჩატარებული აქვს უკვე ეს მსხვილი საინვესტიციო, ეს თქვათ ლოჯისტიკური გაფართოება, ასევე პანამის არხის იმაში აქვს და სხვა ნილოსზე და ძალიან ბევრი იმებზე აქვს. ანუ ხელწამოსაკრავი ვიღაცა არ არიან ეხა ვინებიც ამაზე მუშაობდნენ, ხო? ეხა თავიდან ეს ყველაფერი ხაზარაძეს ეგიდით ხდებოდა, მაგრამ ხაზარაძეს დროს მაშინა ჩინეთი იყო, ეხა რო გამოდიან ჩინეთი რო ხაზარაძეს დროს ჩინეთი იყო. მაგრამ რა განსხვავება ამათ შორის იცი? ხაზარაძე მეტ პროცენტს აძლევდა ჩინეთს. ანუ უფრო ყიდიდა საკუთარ სამშობლოს. და დღეს ეს იმას რა ქვია შეპესე რაც არის, ხო? 51 ფლობელი არის სახელმწიფო. ანუ საკონტროლო პაკეტი. ანუ შენ გაქვს თელი სიტყვა, შენ გეთქმის, შენ ბლატავ გინა დაკეტავ გინა გაყებ. ხა ეგრე არ არის დაკეტე გაყე, ხო? მაგრამ ტექნიკურად საკონტროლო პაკეტი შენია. დანარჩენი ზოგი ჩინეთი, ზოგი ბლეკროკისაც აქვს, სხვათა შორის ანაკლის სპორტში. ჩერეს ჩინური იმიდან რა ქვია კონსორციუმებიდან, ჩერეს თორ ამერიკიდან არა. ო ძალიან მცირე გავლენა საერთოდ რაფერს წარმოადგენს, ეს არის შვილობილ კომპანია. მეგობრებო, ანაკლის სპორტი არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
რადგანაც ჩვენ არ ვართ კიდევ როგორც გითხარით, არც ატომური სახელმწიფო, არც რაღაცა თავდაცვის ისეთი მილიტარისტული სახელმწიფო არა ვართ და არც სასარგებლო და ბუნებრივი წიაღისეულის ისეთ რაოდენობას ფლობთ, რომ ვიღაც სახელმწიფო ჩვენ ყრუხივით გვეჭდეს და გვფარველობდეს, ხო? შესაბამისად, ანაკლის სპორტით ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს დამაკავშირებელი, ესე ვთქვათ, გეოპოლიტიკური დერეფანი იმისათვის, რომ წარმოუშვათ ამ რეგიონში მშვიდობა, რადგანაც არც არაბები, არც ინდოელები, არც პაკისტანელები და არც ჩინელები შენში ფულს არ დაჩადებენ, თუ შენ სამშვიდობო იმას რა ქვია, ზღვარს არ გადაცდი და ომის დაწყების ნაკლები შანსია, რაც დღევანდელ პირობებში ეს უკვე ჩანს, ხო? მე ღრმად მწამს იმის, რომ ჩინეთი მოაქცეს პოლიტიკური წერხის ქვეშ რუსეთს და მათ შორის ახლა აფხაზეთში და სამენშაბლოშია ნაკლებად აფხაზეთში დაწყებული პროცესები ხო ეს და ფინანსების შეჩერება ბლა 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 ბევრი რაღაცა ხო მოხდა ესე ვთქვათ რუსეთი არიერთებს აფხაზეთს მარტივად რომ ვთქვათ მე ვფიქრობ რომ ეს ჩინური წნეხის დამსახურება რომ დღეს ჩინეთის ინტერესებში და მათ შორის რუსეთისაც უფრო მეტად შედის გაერთიანებული საქართველოს იდეა ვიდრე საერთოდ ნებისმიერი ეგ რაღაც ევროპული ამერიკული თუ გინდა რავი ბრაზილიური ინტერესებიდან გამომდინარე რატო უნდა ინახოს აფხაზეთი რუსეთმა რა სარგებელი მოაქვს მაგისთვის არაფერი საერთოდ ელექტროენერგიას შეუწყვიდა თან ჩინეთს აქვს და იმხელა ეთქმის იმასთან რა რუსეთთან რომ შეუძლია ძალიან მარტივად მოაგოროს ის პროცესები, რომ საქართველოში ომი არ დაიწყოს დემილიტარიზაცია აფხაზეთის, რაც ხანგრძლივი პროცესი იქნება, რა თქმა უნდა, და საქართველოსთან დაბრუნების საკითხი, იმიტომ რომ გაერთიანებული საქართველო დღეს ჩინეთსაც აწყობს, რუსეთსაც აწყობს. თავარი, რა თქმა უნდა, პოსტპოლიტისა, რომ საქართველო ნატოს წევრი არ უნდა გახდეს, არც გახდება, ეს კონსტიტუციიდანაც უნდა ამოწორდეს, არის სისულელე. მაგრამ ევროკავშირთან მისწრაფება უნდა გვეწეროს, აუცილებელი ეს პოლიტიკურად სავაჭროთ უნდა დავიდოთ ჩვენს. ევროკავშირთან ჩვენ სავაჭრო იმიტომ გინდა რომ ევროპაში რომ დაიწყება გამოღვიძება და ეს მახინჯი და კრიმინალური ბიუროკრატია ორსულა ფონ დერ მაიერის მეშვეობით ჩამოიქცება, ამ შემთხვევაში კაცო განვაახლოთ ურთიერთობები ევროკავშირთან. არავის არ აქვს პრობლემა, ეგეთ ევროკავშირთან გქონდეს ურთიერთობები, კაცო, მაგრამ დღეს რო ყარს ბიუროკრატიით, დღეს რო კორუფციით ყარს იქაურობა და ომის დაძახების შიშებითა და იმით, ხო ეგეთი ევროპა ჩემთვის არასაინტერესოა. და ქართველებისთვისაც არასაინტერესოა. გამოიღვიძებს ევროპა? კი ბატონო, კონდეს გვეწეროს კიდევაც, მაგრამ თუ არ გამოიღვიძებს, მე რა მინდა იმ ევროპაში, სადაც 70% ზანგია, არის ქალების გაუპატიურებები და 90% არის ისლამური ხალიფატი. რა მინდა ეგეთ ევროპას თუ არ აგავს, მე რა ჯანდაბა მინდა, ხო? აგენა გამომდინარე, ეს არის ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი, კონდეს ჩინეთანაც და რუსეთთან დალაგებული დაბალანსებული ურთიერთობა, სავაჭროთ, საფინანსო, იმიტომ რომ ვაჭრობა მეგობრებო, რატოა მნიშვნელოვანი? დღევანდელი ისა პოლიტიკა არის ეკონომიკა რა. დღეს არის ზღაპრები ეს რაღაც შენი ადამიანის უფლებები და ტაბლაბა, ეს არის ზღაპრები. დღეს არის ეკონომიკა ფული. აი ეს ყვიტავს. ნახეთ, ყველა ქვეყნის სათავეში მოდიან სულ ბიზნესმენები. ყველგან აი აბსოლუტურად რა. აი პოლიტიკოსი მანახეთ უკვე სულ ბიზნესმენები სადაც მოდიან. აი ტრამპმა დააგვირგვინა უკვე. რატო? იმიტომ რომ დღევანდელი პოლიტიკა არის ეკონომიკა, მეგობრებო. ეკონომიკა კარგად უნდა ისმოდეს ადამიანს იმისათვის, რომ აი ეს მუხტები და ეს პროცესები, რაც დღევანდელ სოფლიოში ხდება, გეოპოლიტიკურად სასარგებლოდ გამოიყენოს თავისი ქვეყნისთვის და საქართველოსთვის ანაკლის სპორტი არის უნიშნულოვანესი. რავი, ალბათ საფუძვლიანად ჩამოვაყალიბე ყველაფერი, არაფერი არ წამეკითხია, ყველაფერი სეპირსიტყვევერებით მოგიყევით, გულწრფელად, გულახდილად და მარტივად იმისათვის, რომ ყველა თქვენთაგანმა გაიგოს. საერთოდ ამ ტენდენციას ყოველთვის ვიცავ, რომ მარტივად ვესაუბრები ხალხს. არ არის რა, აქ რაღაცა რთული, აი, ძალიან ეკონომიკური დივერსიფიკაცია ვახსენე და დეფინიცია ეგრევე გავუკეთე, იმიტომ რომ ჩემთვის უზრდელობაა, როდესაც ადამიანი აკადემიურად მელაპარაკება იმ ადამიანს, რომელსაც შეიძლება განათლება არ ქონდეს. ამიტომ მე პატივისცემა რახან თქვენ და მე გამაჩნია, მე როდესაც რთულ სიტყვას ვიყენებ, ან რამაც უცხოურ ტერმინს ვიყენებ, მე ამას განვმარტავ იმისათვის, რომ ყველამ გაიგოთ. იმიტომ მიყვარს ბევრი ადამიანი, რომ ამ ბალანსს ძალიან კარგად ვიცავ საზოგადოებასთან ურთიერთობაში. ეს არის სპიკერობის ერთ-ერთი მთავარი მასტერკლასი მეგობრებო და რავი, ესეთები იყავით ზოგადად არ შეიძლება უპატივცემულო იყო მსმენელის მიმართ, რომ რაღაც ისეთ სიტყვებს იყენებდა, რაც მას არ ესმის. ასე რომ მე რო გაფასებ და მიყვარხართ, მაგიტომაც ყველაფერს თურთულს ვიყენებ ხსნი. და დანარჩენს მარტივად საუბრობ. იმიტომ რომ არ შეიძლება რთული ტერმინებით და იქ რაღაც ტრანსცენდენტალური, გადმოგნოსტიკური რაღაც არა საჭირო. მარტივად გასაგებად. ეხლა თქვენი აზრი დამიწერეთ, რას ფიქრობთ ანაკლის სპორტზე? ამ სიტუაციების გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და თქვენი ხედვები რა არის? შეიძლება მე ვცდები, შეიძლება შეცდომა დავუშვი და შემისწორეთ. წინააღმდეგი არ ვიქნები. დროებით.